ძალიან მშვიდობის როგორ ხართ? ეხლა მოვამზადე ორი სურათი ჩემი ძველი ვიდეოებიდან. ერთი სარკისებურია, ერთი წინიდან უკან და ერთი უკნიდან წინ. ანუ მარჯვნიდან მარცხნი, მარცხნიდან მარჯვნივ. აქ არც თუ ისე გავიტიშე. ამ სურათებზე დააკვირდით რა ახალგაზრდად გამოვიყურები. არის დაახლოებით 3 წლის წინ ჩაწერილი ვიდეო. და ამ ვიდეოების მერე რომ აი დაახლოებით ესეც პეტრა გოგოსავით რომ წერდი და ლამაზად სიყვარულად რომ გამოვიყურებოდი, ალბათ გაგიკვირდებათ ეს თავზე წაკრული რა არის, რაღაცა ძირსატოზი ვარ, მაგრამ ამას თავისი მნიშვნელობები აქვს, მეგობრებო, რატომაც ვირჩევდი ასეთ სტილს. თქვენ თუ გამოიცნობთ, ეგ არის საინტერესო. თქვენ თუ გამოიცნობთ. თუ ვერ გამოიცნობთ, მე გეტყვით პირადში. მომწერეთ პირადში და გეტყვით თუ რატო ვაკეთებდი ასე. თუმცა მინდა გითხრათ, რომ 3 წლის წინ სანამ კორონას შემეყრებოდა, ძალიან ახალგაზრდული კანი მქონდა. ხო, და როდესაც კორონა შემეყარა და ერთ დღესაც ვიდეო ჩავთე, სრულიად მოულოდნელად შევამჩნიე, რომ ნაოჭები გამიჩნდა ტუჩის გარშემო. ეს იყო ჩემთვის ისეთი შოკი, რომ არ ვიცი, ესე უცბად ერთ კვირაში როგორ შეიძლება ნაოჭები გაუჩნდეს ადამიანს. თუმცა მერე გავარკვიე, რომ არა მხოლოდ ნაოჭები უჩნდება ადამიანს ვირუსის შემდგომ, არამედ ეს ასევე არის დამოკიდებული სხვადასხვა ჩარევების გამო. მაგალითად, როდესაც თვალს იღებ, როდესაც ვიღაცა რაღაცას ცუდად გიმჩხიბავებს. ძალიან რთული პროფესია არის ბლოგერობა. ამ ხრივ, რამე თუ არ ხარ დაცული არანაირი ბოროტი ენერგიებისგან. თუმცა მე ვისწავლე, როგორ დავიცვა თავი ამა თუ იმ ბოროტი თვალის, ენერგიის, წყევლის თუ ასე შემდეგ ენერგიებისგან. და ახლაც არის ესეთი მომენტი, როცა უცნაური ჩარევა პირველ რიგში, რასაც იწყებს ორგანიზმი, ამ ჩარევის შემდეგ არის თმის ცვენა და კანის გამოშრობა. როდესაც ვიღაცა რაღაცას თავის ნებაზე გაგიკეთებს, ანუ გიმჩხიბავებს. ეხლა მართალი გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, რატომ მოინდომა ესე ჩემმა შინაგანმა ეს ვიდეო გამეხსენებინა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ
დღეს ვცხოვრობ სარკისებურ რეალობაში. მოდის ის დრო, როცა უკვე ყველაფერი ითქვა და ახლა თქვენი აქტივობა არის საჭირო. როგორც უკვე გითხარით, 28-ში, ანუ 28 არის დღეს. მთელი 5 პლანეტა მოიქცევა თევზების ზოდიაქოში და როგორც უკვე იცით, მე ვარ თევზების წარმომადგენელი მერკურით, მზით და მთვარით. ჩემთან ძალიან დიდი ტრანსფორმაციები ხდება და გაგიკვირდებათ იმის, რომ ცოტა შეცვლილი სახით გესაუბრებით. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი შინაგანი ხმა მეუბნება უკვე ესეთ რამეს, რომ აქამდე რაც ვიღვაწე, საკმარისია, ახლა სხვები გააქტიურდნენ, უნდა. მე შინაგანი მდგომარეობით გადავდივარ ისეთ ეტაპზე, სადაც უკვე მდუმარება ჩემთვის, როგორც მალა მოისია ჩემი სულისთვის და ახლა სხვების დროა. ახლა თქვენი დროა. ის რაც უნდა მექნა და ის რაც უნდა გამეკეთებინა და რაც ჩემი მისიონერული ღვაწლი იყო ამ 4 წელიწადში შეძლებს დაგვარად მოგაწოდეთ და შეგიძლიათ აიღოთ და გამოიყენოთ ეს ინფორმაცია ან არ გამოიყენოთ. ეს თქვენი გადასაწყვეტია. ამ ვიდეოში მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. სულ რაღაც 4 წლით ახალგაზრდა. ამ ვიდეოში აბსოლუტურად ტრანსცენდენტული ვარ. აბსოლუტური წესებისა და შეზღუდვების გარეშე. და როგორც უკვე ალბათ გრძნობთ, საუბრით დაღლილი ვარ ძალიან. გამეხარება თუ ჩემი საუბრებიდან ადამიანებს დავეხმარებ და გამოიყენეს ადამიანებმა ესა თუ ის დარიგება ჩემი ცხოვრებისეული შემეცნებების გაზიარება და დაუახლოვდნენ იესო ქრისტეს.
მაგრამ უნდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ მე იესო ქრისტეზეც გავბრაზდი ძალიან. და მივხვდი ერთ რამეს, რომ ყველაზე საუკეთესო არჩევანი გააკეთა მან, როცა გადაწყვიტა წასულიყო მამასთან. დაეტოვებინა აბსოლუტურად ყველაფერი, თავისი მეგობრები, მოწაფეები, ეს დედამიწა, ეს დუალური სამყარო და თავისივე ხელით, ადამიანების ხელით გაემზადებინა თავისი თავი, გასავთ მამასთან შესახვედრად. ბევრი ვიფიქრეთ, თუ ცოტა ვიფიქრეთ, საბოლოო ჯამში მაინც მივედი იმ დასკვნამდე, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება გააკეთა იესო ქრისტემ. რამე თუ ამ ქვეყანას ამ კაცობრიობის გამოსწორება მხოლოდ თავად შეუძლია ადამიანს. ქრისტე ვერ გუშველიდა ჩვენ ყველას. გუშინ წინ მეტროთი ვიმგზავრე და დავინახე კაცობრიობის მასა და მივხვდი, რომ აზრი არ აქვს. ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მიიღოს ადამიანმა, არის შეუერთდეს მამას. არანაირი სურვილი აღარ მაქვს ამ დედამიწაზე დარჩენის. არ ვიცი, ამას გაიგებთ თუ არა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ძალიან გავბრაზდი ქრისტეზე, რომ მან კვლავ ჩვენ დაგვიტოვა ამ დედამიწის სიმძიმე და თვითონ წავიდა მამასთან და რომ გაბრაზებული ვიყავი ძალიან ამის გამო, მივხვდი, რომ მე უნდა მივიბაძო მას და ყოველმე ჩვენთაგანმა უნდა მიბაძოს მას. გაიქრას ჯვარზე, შეუერთდეს მამას. აბსოლუტურად ყველაფერი ილუზია და ამ ილუზიაში ჩვენ ძალიან დიდ დროს ვკარგავთ. მე-12 საუკუნეში თუ ჩვენმა წინაპრებმა დატოვეს ნულოვანი ვიბრაციის მესიჯი აი ამ წიგნის სახით, ვეფხისტყაოსანის სახით, დღეს ჩვენ იმის ერთი მეათედიც არ გვესმის. უბრალოდ აღარ გვესმის და შემორჩა. ამას არ უნდა ბევრი ჭობა, რატომ და რისთვის. და ვისაც ესმის, მას არ აქვს იმის ძალა, რომ ეს სიტყვა ხალხში გაიტანოს, იმიტომ რომ
იმიტომ თუ ადამიანებმა თავად არ მოინდომეს, მას ქრისტეც ვერ მოანდომებს ვერაფერს. ამიტომ შეუერთდა ქრისტე მამას. ის არ დარჩა 90 წელი ჩვენთან. რატომ რომ? ისთვის რომ 90 წელიც რომ ელაპარაკა, მაინც ვერაფერს გააგებინებდა იმ კაცობრიობას, რომელიც მის გარშემო იყო. ბევრიც ვინერვიულე და ბევრიც ვილაპარაკე და ბევრი ენერგიაც დავხარჯე და არ ვიცი რატომ და რისთვის. ალბათ ისევ ეგოს საკითხია. და ბოლოს მივხვდი, რომ ჯობია ბოლომდე მიუბაძო ქრისტეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გავბრასდი მასზე. ოცდაერთში გნახავთ ალბათ ჯვარზე. 22-ში ან 23-ში. მე 3 დღე იქ ვიქნები და თქვენ როცა შეძლევთ მაშინ გნახავთ. ამოხვალთ ან არ ამოხვალთ. და მაინც ვერ გავიგე რა უნდა ქრისტეს ეთქვა ჯვარცმით. მაგრამ ვიცი რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო. რატომ და რისთვის ალბათ მე გავიგებ, როცა ვხვდები მამასთან. და მანამდე ილაპარაკონ სხვებმა, მე მოვისმენ. მანამდე იღელვონ სხვებმა, მე მოვისმენ. მანამდე გაბრაზდნენ სხვები უსამართლობაზე, მე მოვისმენ. მანამდე იბრძოლონ სხვებმა, მე ვუყურებ. მანამდე ილაპარაკონ სხვებმა, მე მოვისმენ. მანამდე აგეთოს ყველამ თავისი საქმე, მე ჩემსას გავაკეთებ. თავიდან რო გამოვჩდი ეკრანზე, არ ვიცი, ალბათ თქვენ სალოსობას უწოდებთ ამას, მაგრამ მე ვიქცეოდი ისე, რომელი ქცევაც დამიცავდა ბოროტი ძალებისგან. მერე უკვე გადავედი აგრესიაზე.
და ყველამ გამკიცხა. თავები ძალიან წმინდანები ეგონათ თავად. შემდეგ ვამხილე და ყველა მართლმადიდებელმა დამწყევლა. ქრისტიანები ეგონათ ალბათ მათ თავი. საკუთარი ოჯახის წევრებიც კი გადამემტერნენ თითქოს. ისინი ძალიან ღვთიურები იყვნენ. მაგრამ ახლა, როცა ყველა ალაპარაკდა და როცა სიმართლე გამოვიდა მზის შუქზე, თავს უფლებას მივცემ, რომ გავჩერდე და სხვებმა იღელვონ, სხვებმა გააკეთონ თავისი საქმე და ის, რაც მე უკვე გავაკეთე. ახლა ხელი გულზე მიდევს და ძალიან წყნარად ვარ და ვამაყობ ჩემი თავით, რომ ის გავაკეთე, რაც გავაკეთე. ისა ვარ, ვინცა ვარ და მიხარია ვინცა ვარ და ნახოთ, რამდენი გამოფხიზლდა. შახმატ თამაში დასრულებულია.